კი ჩვენ აქ ვართ. დაგიბრუნდით ღია ეთერში პარამოცურავეებთან ერთად გეტყვით რომ ჩვენი პარასპორტსმენები სულ ცოტა ხნის წინ ბერლინის მსოფლიო ეტაპიდან დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება სექტემბრის თვეში ლიცენზიებით. უკაცრავად ლიცენზიების მფლობელები არიან ნიკა თვაური, ზაურ მუშკუდიანი და ნინი გელაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და უპირველეს ყოვლისა გილოცავთ. მადლობა. ნამდვილად წარმატებული ასპარეზობა იყო, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ. თუმცა მინდა მივულოცო გუშინდელი გამარჯვება ჩვენს არაჩვეულებრივ პარაათლეტს, პარატაეკვანდოის ანა ჯაფარიძეს, რომელიც გახდა ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატი მიუნხენში მიმდინარეობს და ასევე მინდა ბრინჯაოს მედლები მივულოცო პარატაეკვანდოისტებს ლიკუნა ჩაჩიბაიას, ნატაო ჩიგავას, სანდრო მეგრელიშვილს და მარიამ ნინიაშვილს და ჩვენი ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას, რა თქმა უნდა, წარმატებები. ეხლა რა შეგეხებათ თქვენ? მართლაც ძალიან ისეთი ამბავია სასიხარულო, როდესაც ლიცენზიის მფლობელი ხდები და მით უმეტეს ნიკა ალბათ ამეთანხმები, როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებულ ჯუნიორებზე, ხო, ახალგაზრდებზე, შენ უკვე სინიორი ხარ. მე კი, მე ბებია. ხო და რა შეეხება ზაკოს და რა შეეხება ნინის, მაინც ახალბედა პარამოცურავები, პარასპორტსმენები არიან და ძალიან კარგად დაიწყეს ზოგადად ასე ვთქვათ, პარასპორტში მოღვაწეობას ვერ ვიტყვი, ანუ თავიანთი ნაბიჯების გადადგმა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ წინ ძალიან დიდი მომავალი აქვს. და ნიკა, მოდი შენ მაინც როგორც გამოცდილი პარამოცურავე შეგეკითხები და უპირველეს ყოვლისა შეგვიფასე ეს ტურნირი. რამდენად კონკურენტუნარიანი იყო, რომ იყო თუ არა დიდი კონკურენცია და რამ განაპირობა აი ესეთი კარგი შედეგი. მოგესალმებით სულ ყველას, სვენელებს. პირველ რიგში მადლობანი მოწვევისთვის. ჩვენი ტაიკვანდოებსაც ულოცავთ, მართლა გამიხარდა ანას ოქრო, განსაკუთრებით ლიკუნა ჩემი მეგობარია და ულოცავ მას ამ გამარჯვებას. რაც შეეხება პარატურნირს, ჩვენს მსოფლიო სერიის ცურვას ბერლინში, ეს იყო, ანუ აქ დგება მსოფლიო რეიტინგი მოცურავეების და ამ ჩემპიონატზე იკრიბებიან არამც თუ რამოდენიმე ასეული სპორტსმენი, არამედ თითქმის 60-მდე ქვეყანა იყო ჩამოსული, მხოლოდ ქვეყანა და აქედან ნახევარი, ანუ 500 სპორტსმენი იყო თუ არ ვცდები, თუ ზუსტად მახსოვს რა, რაღაც ამ ფარგლებში. კონკურენცია იყო ძალიან ძლიერი და ზოგადად ცურვასში არის ყოველთვის დიდი კონკურენცია, რადგან ყველანი, ანუ ცურვის ის განვითარებულია ძალიან ყველგან, ანუ როგორც განათლება არის, ისი არის ცურვის შესწავლა სოფლიოში განვითარებული და რატომღაც პარაცურვა არის აი ძალიან ზეკონკურენტული. რომ წარმოიდგინოთ, ოლიმპიურ მოცურავეებში არ არის ესეთი შედეგები, როგორც ჩვენ გვაქვს ახლა პარაოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას. აი თავს გადააჭარბეს მწვრთნელებმაც, თავის თავს გადააჭარბეს მოცურავეებმაც და პარაოლიმპიური მონაწილეობა ამაში და მათ მხარდაჭერა, აი მართლა იგრძნობოდა და მართლა აი როდესაც ამხელა გვერდში დგომა გაქვს, უბრალოდ არ შეგიძლია არ გააკეთო ის რაც გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ ნინც და ზაკოც უფრო მეც გააკეთებენ, რადგან ამათმა ჯუნიორებიდან გადაინაცვლეს დიდებში, ან შატვალეთ დიდების შედეგი მიაღწიეს ამ ასაკში. კი ბატონო, და აი დიდების შედეგს მიაღწიეთ ამ ასაკში და თქვენი ემოციაც მინდა ორივემ რომ გაგვიზიაროთ. ზაკო, მე ვნახე Facebook-ზე დედას ჰქონდა გაზიარებული ვიდეო და მართლაც ისეთი ემოციური იყო, ყველა გულშემატკივრობდა და ძალიან კარგი შედეგი დადე. და მოდი რას ნიშნავს ეს ლიცენზია შენთვის გვითხარი? და მედლამდეც ცოტა იყო, ხო? ეს რაღაც 2/10. 2/10, ხო და აბა გვიამბა შენ. კი, ანუ რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია, თან 3 ლიცენზია მაქვს, 50 მ ბატერფლაიზე, 200 მ კომპლექსზე და 400 თავისუფალ ყაიდაზე და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა ჯერჯერობით ამ ასაკიდან
და გვპირდებით რომ ანუ ევროპა იქნება, შემდეგ წელს სოფლიოს იქნება და 28-ში ესა ოლიმპიადის ლიცენზიაც მექნება და იქ მექნება პირველი მოცურავე გავხდები, ვინც ლიცენზიით წავა ოლიმპიადაზე. ძალიან კარგი და სხვათა შორის შენი ადამიანი ხარ, რომელიც რასაც ამბობს, იმას ასრულებს, არა ნიკა? კი, 100%. კი და ჩემი შედეგებიც აი რა თქმა უნდა ვიდეოზე ემოციები არ ველოდი ეგეთ შედეგს ჩემსას მაგ შეჯიბზე ანუ გამიკვირდა მე ჩემი შედეგი ძალიან დიდი ჩემი ძალიან დიდი შედეგი დავსვით ჩემი საუკეთესო შედეგები დავსვით ძალიან დიდად გამომუჯობესე 400 სკროლზე მაგალითად 44 წავი დავაგდე და არ ვიცი რანაირად ანუ ძალიან ბევრია 400 სკროლზე 44 200-ს კარგად გამომუჯობესე ანუ ყველგან კარგი შედეგი მქონდა ძალიან მოლოდინი როგორი ქონდა? კი მქონდა, მაგრამ ეგეთიც არ მქონდა ძალიან დიდ. ანუ ეს არის ძალიან წინ გადადგმული, მოდი ასე ვთქვათ, ნაბიჯი და ამასობაში ნინის მინდა ვკითხო. შენი ემოცია გაგვიზიარე, ნინი შენობით მოგმართავ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ. ახალბედა, ხო? მაინც პარაცურვაში, ხო, ნუ ახლა ნიკასთან შედარებით. და ნუ აი, როგორც ნიკამ აღნიშნა, ჯუნიორებიდან ფაქტურად დიდებში გადაინაცვლე, ხო? ნინი. ფაქტურად დიდებში გადაინაცვლე. ხო და აი, რას ნიშნავს შენთვის ეს ლიცენზია და რა გამოცდილება მოგცა ამ ტურნირმა? ძალიან ბედნიერი ვიყავი ეს ლიცენზიები რო ავიღე. ბევრს ნიშნავს ეს ლიცენზიები ჩემთვის, იმიტომ რომ არასდროს არ გამიკეთებია და white card-ით დავდიოდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დამსახურებით მივდივარ და პირველი ლიცენზია და ყველა შედეგი გავაუმჯობესე ამ შეჯიბრზე. არც ერთი არ გამომრჩევია და თან ამდენად ძალიან ბედნიერი ვარ. კიდე აი როდესაც ესეთი ზაკო, ესეთი დიდი კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მზაობას, ხო? თან საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, ნიკა, შენც მინდა რომ ამ კითხვაზე გაგვცე პასუხი. და აი მომენტში იქ, როდესაც უკვე ტურნირზე გადიხარ, რა თქმა უნდა, წინასწარ არის ძალიან დიდი მომზადების ეტაპი. მაგრამ აი მაინტერესებს ხოლმე ის შეგრძნება, მე ამას ყველას ვეკითხები, არაერთი პარასპორტის სახეობა საქართველოში განვითარებული და სულ მაინტერესებს ხოლმე რას გრძნობთ აი ტურნირზე გასვლის წინ და ამხნევებს თუ არა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ემოციური ფონი ყველა სხვადასხვა ქონიკა, ზოგი არის ძალიან ემოციური, ზოგი არის მშვიდი და თან რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენი გუნდელები გულშემატკივრობენ. აი ამ ადამიანურ მომენტებზეც მინდა რომ ვისაუბროთ. თუ გინდა შენ დაიწყე ნიკა. ყველა მწვნელი, რომელსაც აქვს ნანახი, ჩვენი გამოსვლის მეთოდი და ჩვენი გამოსვლის ასე ვთქვათ რიტუალი ამბობს იმას, რომ ნეტაი ესეთი სპორტსმენები მყავდეს ყველგანო, როგორც თქვენ ხართ. არა, უბრალოდ ჩვენ გავდივართ იმისთვის, რომ უბრალოდ მოვიგოთ. აი ნინიც, ზაკოც, აი სასწაულად არიან მობილიზირებული და აი მოტივირებულები. უნდა ნახო როგორ უგებდნენ თან სხვებს, გახედავდნენ და თუ გადასწრება იყო საჭირო, გადაასწრებდნენ. თუ არ იყო გადასწრება საჭირო, ზოგავდნენ ძალებს. არ ნერვიულებენ. ანუ ცურვის დროს ამ დროს აკონტროლებ, ხო? რომ შენი მოწინააღმდეგე სად არის? ჩემთვის თავარი არის, ანუ ჩემი მწვნელის დავალება შევასრულო. აი გვერდზე ვინც ყავს, ანუ ვინ არის, არ მაინტერესებს თავარი, ანუ ჩემი მწვნელი, ანუ ჩემი თქმა უნდა, მეტყვი საუკეთესოს და ჩემთვის უნდა საუკეთესო. და ანუ მაგის დავალებას ვასრულებ აბსოლუტურად. ხო და აი მწვნელი ახსენეთ და მასეც მინდა რომ გვესაუბროთ. გიორგი მასაც შეეხება მოკითხვა აქედან ახლა ესპანეთში არის. მოვიკითხავთ გიორგის. ესპანეთში არის ნაკრებთან ერთად წასული. ძალიან მაგარი მწვნელია ჩვენს. კი ფაქტი სახეზე. კი, მწვნელი მეგობარი საუკეთესო. კი, ძალიან მაგარი ადამიანია. აი წინას გადაცემაშიც გითხარით, ტრაუმით დავიწყეთ ხო? ძალიან აი უცებელად შემომატრიალა, ანუ პირველივე შეჯიბრზე რო წავედი, ჩემი შედეგები გავიმეორე, მე ეს რაღაც იყო და ანუ ეხაც სასწაულის შედეგები მეუნებოდა რომ დადებო, ძალიან მაგარ შედეგს დადებო და 400 კროლზე არ მეგონა რომ ესეთ შედეგს დავდებდიტო, მეორე ჯერ წავედი შეჯიბრზე და მან ეს უკვე იცოდა, რა თქმა უნდა, ნინი და შენ შემთხვევაში მწვრთნელთან დამოკიდებულება, გუნდელებთან,
ამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც შენი მეგობრების ათანაგუნდებლების გულშემატკივრობა და როც ურავ ტურნირზე რო გახდიხარ ხმა გესმის ხო სულ მგონია რომ წყალში ხმა არ ესმის იმიტომ რა თქმა უნდა რაღაცას გეუბნებიან ხო მithumetes წვრთნელები ყოველთვის მითითებებს გაძლევენ მე მაქვს ეგ ნათქვამი ვიდეოში რომ რისთვის ყვირივანე და ხმა რატო ჩავეხლიჩებეთ კი ჰაჰა ბრას დაველოდები მეთქი ბრასე ჰა ჰოპს გაიგონებს მაგრამ მე გუშავს ქონდა ერთი დიალოგი სტარტამდე სანამ ავიდო და მე ისეთი იყოს ხელაზე ვყვირავდი და ის ხელაზე ბალეში ყავდი სანამ ავიდო და სტარტზე ჩვეულებრივ ლაპარაკი დიალოგი გავაფით ვერა დიალოგი ყო და რაც იშვიათია არ შეიძლება და ანუ მიუღებელია მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის რომელსაც შენი ძახინი რომ ანუ ჩვენი საქმეა უბრალოდ შევასრულოთ დავალება და მე უკვე ვფიქრობ სხვა რამეზე არ არსებობს არც შიში არც ისა თავარი არის იმიტომ რომ მე ვფიქრობ ზოგადად ჩვენ კი არა პარაოლიმპიელები არიან ესეთი ზემოტივირებული და აი ზეძლიერი სპორტსმენები რა იმიტომ რომ ანუ ხო ხვდებით რა პარაოლიმპიისთვის არ არის რაღაც მუცელი მტკივა ან რაღაცა თუ რაღაცა არ წააცალე მანამდე არ გეტყვის იმას რა ქვია რომ რაღაცა უჭირს ხო ანუ мотивация პარასპორტსმენისთვის არ არის პრობლემა კი ბატონო ნინი და შენი ემოციაც გვინდა ანუ ტურნირზე გასვლის წინ შვიდად გრძნობ თავს ღელავ არა ჩემი ემოცია გასვლის წინ არის ნახე 1-20 წუთით ადრე გასვლის წინ არის მოვკვდები და 10 წუთით ადრე არის რომ გავანადგურებდი ოი რა საინტერესოა მოვკვდები და მე უკვე გავანადგურებ ხო შანტიკით რო არის კაია ხოდა ჩემი გუნდელებიც ძალიან მიწყობა ხოლოს ეგრე რომ ყავდნენ ძალიან რთული იქნებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ მაგათთან ერთად როცა მივდივარ ყველა ჯერზე იმიტომ რომ ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან და ძალიან გასართობი ერთად. კიდევ ამასობაში ხო მაინტერესებს ხა რა შეეხება ნიკას გასაგებია უკვე არის პროფესიონალი პარამოცურავე და ფაქტურად პროფესიასაც რა შეეხება და ამ მიმართულებით იმდენი აქტივობა ეს არის ნიკას ცხოვრების გზა. აი ზაკო მოდი შენით დავიწყებ მომავალში სად ხედავ როგორ ხედავ შენ თავს ნუ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ წინ ბევრი ტურნირია თუმცა შემდეგ ანუ პარაცურვას უკავშირებ დაუკავშირებ შენ ცხოვრებას პარაცურს კი რა თქმა უნდა პარაცურის როგორც ნიკუშა თელი ცხოვრება მიანდო ისე ვიზამ მე შვენიერი და ისეთ პროფესიას ავიცო რომ სულასთან იყოს ახლოს დაკავშირებული ძალიან კარგი ნინი შენ შემთხვევაში მეც პარაცურას უნდა გავყვე და მინდა რომ პარაოლიმპიადაზე მოხდა ჩემი დროით და მინდა რომ დრო გავტეხო შენიერი პასუხია კი აუცილებლად გატეხავ დროს და აუცილებლად ყველა შენი სურვილი ასრულდება კი ბატონო მარტო არა ჩვეულებრივი გოგოები კი ბატონო და ზოგადად როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობ ნუ არაერთხელ გითქვამს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა პარასპორტსმენი мотивация შრომა ამ ყველაფრის წინა მიღწევების უკან ნუ ახლა იცის ყველა არასპორტსმენებმაც მე მგონი იციან რომ ძალიან დიდი შრომა დევს ძალიან რთული გზა არ არის ადვილი ამის მიღწევა რა თქმა უნდა აქ პირადად პარასპორტსმენი მწვრთნელი გუნდი ექიმები თუმცა აი მაინტერესებს მაინც აი რამდენიმე თვისება რიგრიგობით რომ მიპასუხოთ იმისთვის რომ პარასპორტსმენად ჩამოყალიბდა ნუ შეიძლება სრული კონდეს ადამიანს მაგრამ რეალობაში ვერ განახორციელოს ხო და რა თქმა უნდა შემდეგ მიზანს მიაღწიოს და წარმატებულიც გახდეს ნიკა დავიწყოთ შენით პარასპორტსმენი რომ გახდე აი ყველაზე ძლიერი ადამიანია ჩათვალე რა ოღონდ მართლა გულით ვიძახი მაგას იმიტომ რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობების ქვეშ გადის მით უმეტეს საქართველოს ჯერჯერობით არ არის ჯერ ისეთი მომწიფებული როგორც სხვაგან მაგრამ აი მართლა გეუბნები პარაოლიმპიური რასაც აკეთებს მოძრაობა ხო ეს არის აი ცხოვრების ჩუქება ადამიანებისთვის რა ანუ სიცოცხლე და არსებობა არა ცხოვრების ჩუქება პარაოლიმპიადი რო გახდე უნდა დაივიწყო ის რისთვისაც ხარ შენ დაივიწყე ყველაფერი შეზღუდვა დაივიწყე ყველაფერი ბევრად მეტი გჭირდება ვიდრე სხვა ადამიანს ვიდრე ოლიმპიელს და უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს რა
ტკივილი არის, როცა არაფერს აკეთებ, ტკივილი არის, როცა ყოველ დღე ხა სახე გაყინული, რო ცურავ 6 საათზე, ბავშვები, იცი ყოველ დღე დგები 6 საათზე, მე მიდიან სკოლაში, სწავლობენ, მე ისევ ამ სველი ჩანთებით და იმებით მოდიან ისევ ვარჯიშზე. წარმოიდგინე, აქ სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები, ხო? აი როგორი მობილიზირებული უნდა იყო და როგორი მიზანმიმართული. უბრალოდ უნდა გინდოდეს ისე როგორც ცხოვრება გინდა, აი როგორც დამტკიცება გინდა, რომ ამ ცხოვრებაში შენი სიტყვა დაწერო. ანუ უბრალოდ უნდა დაივიწყო ყველაფერი რა. უბრალოდ უნდა ადგე და აკეთო. მიიღო ეს გადაწყვეტილება, ადგე და აკეთო. ადგე, მიიღო გადაწყვეტილება, გააკეთო. მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სპორტსმენის წინააღმდეგ. მენეჯმენტი პარაოლიმპიური მოძრაობა, ვინც ორგანიზირებს ამ საკითხს, ჩვენი მწვრთნელები, ხო? ავიცი, ესენი ეს ადამიანები მართლა გეუბნები, ცურვის სფეროში, ხო, აკეთებენ იმაზე მეც, ვიდრე წარმოგიდგენია შენ. კი ბატონო. მე წარმომიდგენია, იმიტომ რომ ვიცი, როგორ არის მთელ სოფლიოში და ამ ადამიანების ზღვაწლი არის ძალიან დიდი. ჩვენ ვართ სპორტსმენის წინააღმდეგ, ესენი არიან მენეჯმენტის წინააღმდეგ. რასაც აიგერ შედეგებიც ადასტურებს, რომ და ზოგადად ნიკა, ახლა შენ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს და რაც შეეხება პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში ზოგადად ანუ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და არაერთხელ გვითქვავს ის რომ პარასპორტი არა მარტო პარაცურვა რა თქმა უნდა რამდენი პარასახეობაა ხო განვითარებული აი ესე დონეზეა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში იმის დასწორია რომ არაერთხელ ჩატარდა უმაღლესი რანგის ტურნირი და რა თქმა უნდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი თუ რომელიმე სტანდარტს არ აკმაყოფილებს არც მოგცემს ამის უფლებას და შედეგებით ხო ამდენ სახეობაში ამდენი ხო ჩემპიონი ყავს და ამდენი მედალოსანი არ გვყავს ესეთი სტატისტიკა არ გვაქვს ოლიმპიურ სახეობაში. ეხლა კი არ იმოშვები რა ქვია, მაგრამ უბრალოდ რო შევადაროთ, სპორტი არის ძალიან ზუსტი ინსტიტუტი. პირველზე ხარ პირველი ადგილოსანი ქვია, 1000-ზე ხარ 1000 ადგილოსანი ქვია. აქ არ არის საკამათო, ეს არ არის თეატრი და ხელოვნება და ევროვიზია, ხო? ეს არის ძალიან დიდი ოჯახი, ხო, რაც შეეხება პარასპორტს და ყველა ადამიანი იმიტომ რომ ყველა მოიცით რა ფასია. თავის საქმეს აკეთებს და ნუ შედეგის სახეზეა, ხო? და აი ზაკო, შენ რას გვეტყვი? აი ნიკუშის ყველაფერში ვეთანხმები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ხა ხარა ანუ რა არის დავამატებ, რომ ანუ მართალია, ანუ პარალიმპიურ ასაკეთებს ადამიანს აძლევს მეორე ცხოვრების შანსს, რომ ანუ გაიხსნას უფრო მეტი ქვეყანა მოიაროს, კაი შედეგები დადოს, საქართველოს გაახაროს, რაც თავარია, ქვეყანა თავისი ასახელოს, დიახ. და ძალიან თულიც არის სპორტსმენი რო ხარ საქართველოს სახელით გამოდიხარ დიდი პასუხისმგებლობაა ხო შენი ქვეყნის სახელით რო გამოდიხარ რა იქ რო ეწევა საქართველოს დროშა და ჩემი სახელი გვარი რა თქმა უნდა დიდი არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ანუ შედეგებსაც ანუ როგორც პარალიმპიური კომიტეტი გვექცევა შედეგებიც სპორტსმენებისთვის ძალიან კარგია თქვენ განახსენეთ პარატაეკვანდო ბევრი ოქროს მედალოსანი ყავს და ჩემი აზრით ელეოზაში ოლიმპიადაზე ბევრი ოქრო იქნება 9 ეხლა ხო იყო პარიზში 9 უფრო მეტიც იქნება ზაკოს გამოსვლა უნდა ნახო ლაივში ნირა მაგარია აი განსაკუთრებული ადამიანია და თვითონ ჟურნალისტებიც სულ ამას უღებენ ფოტოებს ხოლმე. ამიტომ ეხა ვიდეო რაც მაგნახი მასალა, ნუ საოცარია და ეხა წარმოვიდგინე მართლა ლაივში რა. ამასთან ერთად სურათის გადაღება არ ღირს, იმიტომ რომ ჩვენ არავინ გადავიღებს. აა, ნინი, არ ჩვენ აღიღებენ ზაკოსთან ფოტოებს. სულ ზაკოს უღებენ. ანუ რა შეიძლება ფოტოსესიებს ზაკო ლიდერია. კი. იმიტომ რომ ამის გამოსვლა მეც ძალიან სიამოვნებს ისეთი განწყობი და ისეთ შოუს დგავს ხოლმე იქ უნდა ნახო წინასწარ წაგებულები არიან ისეთი რას აკეთებ მაშინ გითხარი რიტუალები ხო იმიტომ რომ ხა რაღაცა ნანახი მაქვს კი რაღაცა რა თვითონ ცურის მომენტი მაგრამ აი მანამდე რას აკეთებ ეს ნანახი ეგ ჩემი რიტუალი არის ამას ვერ მოყვება ეგ ნახო ეს ვერ ნახოთ კი სპონტანურია ძალიან საინტერესოა. და ყველაზე ეს ნერვიულობს, ანუ ჩემ გამოსვლაზეც, ნინის გამოსვლაზეც ზის იქ და 1000 კაცი რო ყვიროდეს, ამის ხო მაიცის. მაიცის, ხო? და ჩემი მთავარი, აი ნერვიულობაზე რო თქვი საჯებამდე.
ანუ ვაფშე არ ვნებო თავარია მუსიკას უსმენდე ანუ მუსიკას ვარ უსმენ გასაგები ოღონდ ხა ყურსასმენით წყალში არა ხან მაგამდე თორე და მე უკვე ჩემი მე გასაგებია კი ბატონო ნინი და უკავშირებ თუ არა შენ ცხოვრებას მომავალში პარაცურვას დიახ პირველ რომ ესე გავაგზავნო ალბათ 30 წლამდე სასურველ შედეგამდე ანუ ეს არის მოკლედ შენი მიზანი შენი სურვილი და ცხოვრებას უკავშირებ უკვე დაკავშირებულია და მომავალშიც ასე ხედავ ძალიან კარგი რა თქმა უნდა და ცოტა დრო დაგვრჩა სამომავლო გეგმები როგორია თქვენ არ ჩერდებით თქვენ სულ ვარჯიშობთ წინ არაერთი ტურნირია და სექტემბერში ევროპის ჩემპიონატი თურქეთში ლიცენზიები უკვე მოპოვებულია და ანდერძის დავწერე ვაჟენიკა რატო ან დაიწყეთ უკვე მომზადება თუ ცოტას ისვენებთ ცოტა ხან შესვენება გვაქვს და უკვე ზაფხულიდან ივნისიდან უკვე მაქსიმალურად შევუდგებით როგორც გადავთვალე 14 კვირა მაქვს აბსოლუტურად დიდი დროა რომ მაგ სასწავლად მოვიზადოთ და ისევ კარგი შედეგები ვაჩვენოთ ამაზე კარგი შედეგები ვაჩვენოთ ვიდრე გერმანიაში და კაი შედეგებს ველოდებით რა თქმა უნდა ბატონო ნიკა და ორი შეკრება გველოდება ერთი საზღვარგარეთ ერთი საქართველოში და ნახოთ რა შეკრება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის ორგანიზება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი უკეთებს ანუ ყველა სახეობას და მართლა აი შეკრებები ახსენა ნიკა და აი ამაზეც მინდა რომ ისაუბრონ წინა მოსამზადებელი ეტაპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთოდ შეკრება ანუ რომ წარმოიდგინოთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე ორჯერ უფრო მეტი არის შეკრება. ანუ შეკრება არა მარტო ის არის უზახიოდ ხარ და ვარჯიში არის, ეს არის ანუ რაღაცა სტრატეგია არის რა. ანუ ამის გარეშე, ამ გზის გარეშე ფაქტობრივად რთულად წარმოსადგენია სპორტსმენი, რომელიც მიაღწევს წარმატებას. ცოტა, იმიტომ რომ ეს არის დისციპლინა. ესენი კი არიან ზემოტივირებულები, მაგრამ ყოველდღიური და ეს რაღაც გარკვეული ეტაპები მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ უნდა გაიარონ. ანუ დღე და ღამე. ანუ შეკრება ეს არის, რომ მწვრთნელი აკონტროლებს მათ დღეც და ღამეც. ანუ ეს არის ფაქტობრივად სტრატეგიული, რა ქვია, გზა. ამის გარეშე არა. კი ბატონო. უნიშნულოვანესი. და ევროპის ჩემპიონატი თურქეთში, რა თქმა უნდა, ასევე რთული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საუკეთესო პარამოცურავეები და მიიღებენ მონაწილეობას. ნიკა, შენი მოლოდინი როგორია? ზაკოსი ვიცით. ჩემი მოლოდინი არის 1000 ტურნირიდან ერთი და იგივე, მოგება ნებისმიერ ფასად. მაგით გითხარი ანდერს. ძალიან კარგი პასუხი, ამიტომ თქვი ანდერსი და ნინი შენ რას გვეტყვი? მე ვაპირებ, რომ როგორც ნიკაზან ზაკო ძალიან ძლიერად ვიმუშაო, მინდა რომ ძალიან გავძლიერდე ამ რამდენიმე თვეში და მინდა რომ ადგილი მინდა რომ აუცილებლად იქნება და საუკეთესო შედეგები და კი ბატონო და აუცილებლად მედალოსანი გახდები, რა თქმა უნდა, ლიცენზია გაქვს ეს უკვე ცოტა არ არის, ხო? და ზაკო როგორც ყოველთვის მაყურებლის ფართო აუდიტორია ყავს სვენელის და რას ეტყვი დაუშვათ ხა იმ ახალგაზრდას, რომელიც ამ გადაცემას უყურებს და ფიქრობს ხომ არ ჩაერთოს პარასპორტში და კონკრეტულად დაუშვათ აკეთებს არჩევანს პარაცურვაზე. რას ეტყოდი? ანუ რა თქმა უნდა მოვიდეს, გამოჩდეს და რა თქმა უნდა ჩვენც ყავდა ამ შეჯიბრზე დებიუტანტი, მართლაც კარგი შედეგი დასვა, მე რო ვიყავი დებიუტანტი, სიმართლე გითხრათ ეგეთ შედეგი არ მქონდა, თან ცოტა მაგასაც დაგვიანებული აქვს სპორტში გამოჩენა 19 წლის არის და უფრო მინდა რომ ანუ თან წინაზე ვაპარაკობდით რომ ანუ მინდა რომ უფრო მეტი პარასპორტსმენი გამოვიდეს რომ ანუ 4 კაცი მინდა რომ ანუ შევკრიბო მაქსიმალურად რომ ანუ ეს სტაფეტა არის გუნდური შეჯიბრი და მაგი ოცნება მაქვს რომ ერთხელ გავაკეთოთ ეგეთი რაღაც და მინდა რომ უფრო მეტი რა თქმა უნდა 4-ს მეტი მინდა რა ძალიან ბევრი კონკურენცია რაც იქნება საქართველოში უფრო დიდი საუკეთესო შედეგები დაიდება ძალიან კარგი და ნიკა დიახ შენ რას გვეტყვი სანდრო ამაშუკელზე ლაპარაკი მეც გამიკვირდა ყბადაღებული დავრჩი მაგ ბავშვის მონდომებით და ფიქრობ რომ აი დაიმახსოვრეთ სახელი შემდეგში ეს ბავშვი იჯდება აქ წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა და ის ადამიანი რომელიც ახლა თქვენ გისმენთ და გიყურებთ და ფიქრობს
იმაზე რომ თუნდაც პარაცურუ აირჩიოს, ანუ რა უნარებს უნდა ფლობდეს. ერთია სურვილი, მეორე იცი რა ხაზი მინდა გავსვა, აი ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან და სურვილი აქვთ, ანუ რომ აი მშობლები მიკავშირდებიან, ბავშვი რომ გაერთოს, ხო, და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი პასუხი ყოველთვის ეს არის, რომ ეს არ არის გართობა, ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი და აი მიმართულებით მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩვენს სვენელს და მაყურებელს უთხრა, რას ნიშნავს პარასპორტსმენობა. პარასპორტსმენობა ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სპორტსმენობა. გეუბნებით კიდევ ერთხელ, პარასპორტსმენი, პარაოლიმპიური მოძრაობა აძლევს საშუალებას ხალხს თვითრეალიზაციის შექმნან თავისი ცხოვრება, ანუ გახადონ ბედნიერი თავისი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, თავისი თავი, ასახელონ ქვეყანა, რა ვიცი, ქვეყანა თუ არ უყვართ ელემენტარულად იმოგზაურონ, მაგრამ ეს არ არის ტურისტული ორგანიზაცია და გართობის ორგანიზაცია. აგერ ხო გეუბნებით, მიდიან სკოლაში, სწავლობენ, არა, ჯერ ვარჯიშზე, მერე სკოლაში, მერე ისე ვარჯიშზე და მერე კუდრებივით ბრუნდებიან სახლში. აი ამისთვის უნდა იყოს ძალიან დიდი შრომა. ხო, აი უბრალოდ მოკლე სიტყვები რა, სპორტი არის ზოგადად ძალიან კონკრეტული. всё, აღწევ შედეგს, ხარ გამარჯვებული, არ აღწევ შედეგს, სამწუხაროდ ესეა, მაგრამ რა ვქნათ ახლა რაღაც ზღვრებში ყველა უნდა ჩავეტიოთ ახლა გართობის კლუბები ალბათ იქნება სხვაგან და იქ მიბრძანდნენ. ნამდვილად და არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ხო ხვდები, ანუ მე მაქვს ამის თავისუფლება, მივიცე რომ პარა ხარ თუ არა ხარ პარა, უნდა გააკეთო ის, რაც გევალება. აუცილებლად კი ბატონო და ძალიან კარგი რომ თუნდაც ამდენი დებიუტანტი ყავს, ძალიან კარგი რომ ამდენ ახალგაზრდა აქვს სურვილი და შეგნებული აქვს და გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს პარასპორტსმენობა, ყველას მინდა წარმატებები ვუსურვო, წარმატებები თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რასაც აკეთებთ და ნუ არაერთხელ აწეულა საერთაშორისო რანგის ტურნირებზე. ჩვენი დროშა გაჟღერებულა ჰიმნით, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა და სულ გულშემატკივრობთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მადლობა. მსმენელსთან მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ საქართველოს პარამოცურავეთა ნაკრები სულ ცოტა ხნის წინ ბერლინის მსოფლიო სერიის ეტაპიდან 3 ლიცენზიით დაბრუნდა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლიცენზიის მფლობელები ნიკა თვაური, ზაურ მუშკუდიანი და ნინი გელაძე. ზაკო მუშკუდიანი. მადლობა, წარმატებები, მალე დაგიბრუნდებით.